Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu, kimi suçsuz, tatlı küçük yalancılar. Bu gizli sırla dolu bir hikaye. Karanlık gözler var üzerimizde. O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor. Kim dost, kim düşman bir bilmece. Gece gündüz korku içinde. Bizden ne istiyor, bizden ne istiyor? Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu, kimi suçsuz, tatlı küçük yalancılar. Seriāls წარმოგიდგენთ აჯარებეთქომი. გახმოვანებულია აჯარა.net.com-ის მიერ. პატარა საყვარელი მატყუარები. შედი. მიდი შენ შედი. გაინძერით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გოგოებო. 36 საათით ადრე. გოგოებო. აჩელია? კარგად ხარ? აქ რა ხდება? მე მართლა არაფერი ვიცი. მაშინ იქიდან დაიწყე, რაც იცი. ბოლოს სელენის საზაფხულო აგარაკზე ვიყავით. ამის შემდეგ ჩემი სახლის ეზოში გამაღვიძა. ამის მეტი არაფერი მახსოვს. გოგოების ყვირილზე გამაღვიძა. პოლიცია იქ როგორ აღმოჩნდა? მე შენ განაკითხების დასმის უფლება მოგიცი? ვინმემ შეგატყობინათ? ასე რომ არ ყოფილიყო აბა, როგორ მოგაგნებდით? ხო და ვინ? ვის უნდა დაერეკა? ისეთ რამეს მომკითხავ, რაზეც პასუხს მაინც ვერ მიიღებ. რომც მოინდომა, მაინც ვერ გაიგებ. ჩვენ ანონიმურად შეგვატყობინეს. კარგი, ამას შევეშვათ. ჯობს შენის მითხარი, მიუგე სოიკანთან რა პრობლემები გქონდათ. ჩვენის აგვეგონა. ფიქრობდით, რომ მან უბრძანა ერენის მოკლა ილგას. სელინმა ასე თქვა. აჩელიამ ამის შემოწმება შემოგთავაზა. მიუგე ყველას წინაშე დაამცირა. ის თუ აიქნებოდა sapasukho dartmas მოგვაყენებდა.
მაგრამ ჩვენ ჩაგვეძინა. თვითონაც ვერ გავიგეთ რანაირად მოხდა ეს. როცა გავიღვიძეთ, ვნახეთ რომ აჩელია აღარ იყო. სელინმა იატაკზე მიუგეს სამაჯური იპოვა. მერე კი ტელეფონზე დარეკეს. ჩვენ ვიფიქრეთ რომ აჩელია მიუგემ მოიტაცა და დამარხა. ჩვენ მას არასამართლიანად მოვაქეცით. გვეგონა რომ ის აიყო. სინდისის კენჯნისგან მოვკვდები. არასამართლიანად არ მოქცეულ ხართ. სახლში მთელი რადიოსადგური ჰქონდა. კომპიუტერები, ტელეფონები, სხვადასხვა აპარატურა. მართლაც ის იყო ა. ის გიგზავნიდათ SMS-ებს. არ მკითხოთ ეს საიდან მაქვს, იმიტომ რომ მე თვითონ არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. მას სურს რომ დანაშაული მე დამაბრალოს. როცა უგონად ვიყავი, მიუგეს სისხლით დამსვარა. ეგ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ. სისხლი ნამდვილად მიუგეს ოიკანის არის თუ არა. გაბრალებენ თუ შენ თვითონ ჩაიდინე რამე. ამასაც გავიგებთ. მე ნამდვილად არაფერი გამიკეთებია. ვფიქრობ ოჯახს უნდა შეატყობინო. უთხარი ახალი ტანსაცმელი მოგიტანონ. ის რაც გაცვია უნდა ჩამოგართოთ. შენი აზრით უკვე მე რამდენად გაეხვიე შარში. სულ მუდამ რაღაცას გვიმალავ. მერე კი გიკვირს, რატომ არ გვიჯერა შენი? როგორ უნდა დაგიჯეროთ? მე სიმართლეს ვამბობ. მომისმენე. მე ერთი რამ ვიცი. როდესაც ნორმალური გოგონები მუქარის შემცველ SMS-ებს იღებენ ან მათ მეგობარს იტაცებენ, პოლიციაში მიდიან. და თუ არ მიდიან, მაშინ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ პოლიციის ეშინიათ. რატომ უნდა ეშინოდეს პოლიციის წესიერი ოჯახის შვილს, რომელსაც არანაირი ბრალი არ აქვს? დედა შენს დაურეკე. ამჯერად მართლად გჭირდებათ ადვოკატი. დედა ჩემს ვერ დაურეკავ. ის ახლახანს გაშორდა მამა ჩემს. ჯერ ის შოკი ვერ გადაუტანია. ახლა კიდევ ჩემი ამბავი დაემატება. დედა ჩემი მომკლავს. სულ მეუბნებოდა რომ პრობლემები შემექმნებოდა. ის რომ გაიგოს პოლიციის განყოფილებაში ვარ. სანამ აქ მოხდებოდი, მანამდე უნდა გეფიქრა დედაზე. დედა, მე ვარ. არა, რაღაც კი მოხდა, მაგრამ პანიკაში ნუ ჩავარდები. ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ. ბატონო რეჯებ, ამჯერად რა ხდება? გოგოებს რა პრობლემა აქვთ? ავარიაში ხომ არ მოყვნენ? რა შეედებათ ბრალი? დარწმუნებულიები არც ჩვენ ვართ. საღამომდე გავარკვევთ თუ რა შეა საქმე. მერე შეგვიძლია ზუსტად გითხრათ. გოგოები კაბინეტში არიან. შეგიძლიათ ნახოთ. შვილო, დედა. კარგად ხარ? შვილო. ჩემი ებრო. კარგი. საშიში არაფერია. კარგი. ბატონო რეჯებ. ჯესური არა? დიახ. თუ ტანსაცმელი მოიტანე, ბიჭებს ვეტყვი რომ გამოგართვან.
შვილო, მოდი აქ. აჩელია დემოღლუს ტანსაცმელი აიღე, მის მაძმა მოიტანა. ეს შეაცვით. მისი კი ლაბორატორიაში გააგზავნეთ. კარგი. ბიჭებმა მითხრეს, რომ სახლის ეზოში გვამი იპოვეს. მართალია. წამოდით, ცოტა უნდა დავილაპარაკოთ. თქვენ მოგვიანებით მიგიღებთ. კომისარს ყველაფერი მოუყევით, მაგრამ მას ჩვენი არ ჯერა. იმედია მიხვდებიან, რომ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია. აჩელია დემოღლუ? დიახ. გამომყევით. უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად სასერნოდ ვიყავი. აჩელია სახლში არ უნდა ყოფილიყო. სელენის საზაფხულო აგარაკზე წვეულებას აწყობდნენ. ჩემმა ბიჭებმა მითხრეს, რომ მას მერე მოხვედი, რაც გოგონები განყოფილებაში წამოიყვანეს. მანამდე სად იყავი, გარეთ? გასმა რომ თქვას, სახლში უფრო ადრე მოვედი. 4 საათზე, საათსაც კი შევხედე. რატომ? იმიტომ რომ აჩელია ტელეფონზე საუბრობდა და დამაინტერესა, ვისთან უნდა ესაუბრა ასე გვიან. ტელეფონმა რომა საათზე დარეკა? არ ვიცი, სადღაც 3-ისკენ. მერე? მერე გითხრა, რომ აჩელია მიწაში იწვა და ჩვენც მაშინვე გავიქეცით. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აჩელია მოკლეს. ჩემო ძვირფასო. იქ კი? მიუგე აღმოჩნდა. და აჩელია იქ იყო. და მერე ნახეთ სისხლით მოთხრილი? შენ ფიქრობ, რომ ეს მან ჩაიდინა? არ ვიცი. მიზეს ვეძებ, რომ ასე არ ვიფიქრო. წვეულების იდეა მისი იყო. მიუგე მან შეარწყვინა. თანაც იმასაც ვერ ამბობს, რანაირად მოხდა ჩვენი სახლიდან თავის სახლში. მერე კიდევ მისი ტანსაცმელი. მე სულ ვეუბნებოდი, რომ ეს გოგო რაღაც ვერ იყო. მომისმინეთ, თუ აჩელიამ რამე დააშავა და თქვენ ამას მალავთ, მისი თანამზრახველები იქნებით. მისმინე, თუ ამ გოგოს გამოცხოვრებას გაიფუჭებ, ზედაც აღარ შემოგხედავ. დედა, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ღმერთო გაუნათე გონება. ჩვენ მას არ ვიცავთ, სიმართლეს ვამბობთ. ადრეც ასე იქცეოდა ხოლმე. ახლა კი სურს, რომ დანაშაული აჩელიას დაბრალდეს. და მასთან ერთად ჩვენც. თითქოს მე არ მელოდებოდა. რაღაცით იყო აღელვებული. თითქოს რაღაცას მალავდა. არ გითხრა ვის ელაპარაკებოდა. მითხრა რომ ებრუს ელაპარაკებოდა. მერე კი ელემენტი დაუჯდა. თითქოს ვერ დაამთავრეს საუბარი. მითხრა რომ გოგო გზაში დარჩა და მის მოსაყვანად წავსულიყავი. კი, მაგრამ ისინი ხომ ერთად იყვნენ მთელი ეს დრო. არ მომსვლია თავში აზრად ეს რომ მეკითხა. როცა მითხრა რომ გოგო გზაში დარჩა, მაშინვე სახლიდან გავედი. რაღაც ადგილი მითხრა სარიერის გზაზე, მაგრამ იქ რომ მივედი, ებრუ აღარ დამხვდა. თქვენ ვერც კი მიხვდით, რომ მას ეხმარებოდით. შეიძლება მას სურდა, რომ თქვენ ასე გეფიქრათ. დეიდა ვილდან, ჩვენ ერთმანეთში დალაპარაკების დრო არ გქონია. ან იმას ხომ არ გვეტყოდა ასე და ასე მოიქეცითო. მას ამის თქმა არ დასჭირდებოდა, მისთვის საკმარისი იქნებოდა, რაც თქვენ გადაიტანეთ. ის თავის თავთან ერთად ჩვენ შვილებსაც დაღუპავს, უსინდისო. დედა. მიდი, კიდევ ერთი ნაჭერი შეჭამე, თორემ წაიქცევი. არ მინდა, დედა. მამას უთხარი. ჯერ გავიგებთ რა შეასაქმე და მერე ვეტყვი. შენც უნდა ურეკავ მამას, კარგი? ჯერ გავიგებთ რა შეასაქმე და მერე ვეტყვი. ჩემსაც რომ ვუთხრა მთელ სტამბულს შეძრავს.
არ დაურეკავ, ეგ ღამაკლია. დედა, ბარიში ალბათ ჩემს გამო ძალიან ნერვიულობს. შენ მის გარდა არაფერი გაინტერესებს. მეტი საფიქრალი არაფერი გაქვს. ნუ ნერვიულობ, გავაგებინე, მალე მოვა. ბატონო რეჯეპ, კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? გალბატონებო, მაპატიეთ. პროკურორს გოგონების დაკითხა და ჩვენების ჩამორთმევა სურს. მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ჯერ მე დაველაპარაკები. პირდაპირ გეტყვით მე აქედან არსად არ წავალ. შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ესაუბროთ. გოგოებმა ჩვენ ყველაფერი გვითხრეს. თქვენი კარგად მესმის. ვიცი რომ ჩემზე გავრაზებული ხართ, მაგრამ ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო. ასუმან, თქვენ გადით. მე დავრჩები მათთან. დედა ასუმან სად არიან? რა მოხდა? რა შეადანაშაულებენ? შეეშვით ყოილებს. და აუცილებელია რომ სიმართლე მითხრათ. ჩვენ ისედაც სიმართლეს ვამბობთ. თქვენ კი ჩვენი არ გჯერათ. მეტი მართლა არაფერი გვაქვს სათქმელი. არ ვიცი თქვენ რა ფანტაზიები გაქვთ. რამე რომ ვიცოდეთ, არ გეტყოდით? განა ჩვენ გვინდა გისოსებს მიღმაჯდომა. გოგოებო, ერთი წუთით. ჯერ საქმის არსი გავიგოთ. ბატონო რეჯეპ, რა შეადანაშაულებთ გოგონებს? მკვლელობაში. და მკვლელობის თანამონაწილეობაში. რამე სხვა მტკიცებულება გააქვთ იმის გარდა, რომ გვამის გვერდით წაასარით? სამწუხაროდ გვაქვს. სისხლი აჩელიასთან საცმელზე. მოკლულის სისხლს ემთხვევა. პირველადი დათვალიერებისას გაირკვა, რომ მოკლული თავში მძიმე საგნის ჩარტმით გარდაიცვალა. ნიჩაბზე, რომლითაც გოგონები თხრიდნენ, მოკლულის სისხლია ნაპოვნი. მასზე ორი ადამიანის ანაბეჭდებია. აჩელიასი და სელინის. არა. ეს შეუძლებელია. მართლა ამას აკეთებს. უნდა რომ დანაშაული ჩვენ დაგბრალდეს. გულახდილად რომ ვთქვათ, შენზე ცდილობს დაბრალებას. ჩვენ მოწმე გვყავს, რომელმაც დაინახა, რომ მკვლელობის დროს ტელეფონზე ლაპარაკობდი. შეუძლებელია, მე არავისთვის დამირეკავს. არც დაგირეკავთ, არც არაფერი არ დაგინახავთ. კარგი ერთი. საქმე სხვანაირად არის. საქმე სულ სხვანაირად არის. შენ ყველას თვალწინ შეარცხვინე. ღამით ის საქმის გასარჩევად მოვიდა. თქვენ იჩხუბეთ და შენს თავში რაღაც ჩაარტყი. მერე კი გოგონებს დაურეკე დასახმარებლად. ისინიც მოვიდნენ და ზუსტად მაშინ წავასწარით, როცა მას მიწაში მარხავდნენ. არ არის მართალი. თქვენ მხოლოდ თქვენს ვარაუდებს ახმოვანებთ რაღაც დეტალების საფუძველზე. ღმერთმა ქნას ასე იყოს. გოგოები ამაღამაკ დარჩებიან.
ყველა სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. თუ პროკურორი წინასწარ პატიმრობას მოითხოვს, მას კი შეუძლია რომ მოითხოვოს. რა? ეს როგორ? ეს რას ნიშნავს? თქვენ ციხეში გაგამწესებენ. შედი. მიდი შენ შედი. გაინძერით. მიდი. კეთილი იყოს. თქვენი მობრძანება გოგოებო. ათი დღის შემდეგ. რას აკეთებ? ვიფიქრე რომ დამხმარე გჭირდებათ. შენ და მამა ისე ნერვიულობთ. ფიქრობ რომ ახლა მუშაობის თავი არ უნდა გქონდეს. მე არ ვიდარდებ ადამიანზე, რომელმაც მიმატოვა.
ამ მომენტში არაფერია იმ ადამიანის პოვნაზე მნიშვნელოვანი, ვინც ჩემს დასას ყველაფერი მოუწყო. აბა, რა მდგომარეობა გვაქვს? არც ისეთი კარგი. დეტალური ბიოპსიის მოთხოვნა გავგზავნე. ამ დღეებში იქნება პასუხი. ვნახოთ როგორი შედეგი იქნება. ანუ ფიქრობ, რომ შეიძლება რამე პრობლემა იყოს? არ ვიცი. აღარც ვიცი უკვე რა ვიფიქრო. შენ რა პასპორტი და იარაღი აიღე? ავიღე კომისარო. მოდი აქ შეძველო. ძმაო. ადვილად კი გამოძვერი. კომისარო, შენ ოფისში ჩაგიწერია, რომ მტკიცებულებები არსებობს. ცოტა არ იყოს მეწყინა. ჩემ სიტყვებზე პასუხს მევაგებ, განა არ იყო მტკიცებულებები. შე არანორმალურო. მომისმინე. თუ კიდევ ერთხელ გაიცევი, როცა პრობლემები შეგექმნება, გეფიცები განანებ, რომ ამ ქვეყნად დაიბადე. ეს იცოდე. როგორც მიბრძანებთ, კომისარო. მოდი ჩამოჯექი. კომისარო, მინდოდა თქვენთვის მეკითხა. გოგოების საქმე როგორ არის? პირდაპირ გეტყვი. ყურებამდე ნეხში ვართ. ძმაო, მე არ მჯერა, რომ ეს გოგო აჩელია მოკლა. მეც ზუსტად ასე მომექცნენ. ახლა კი გოგონებს უკეთებს იგივეს. ეს ყველაფერი სულ ას გამოექნებოდათ პრობლემები. შენ ამ ას არ იცნობ. შეშლილია და უსინდისო. თუ ჯინები ვითამაშობს ადამიანებით. ახლა კი გოგონების გამოკეტა. ძმაო, მე არ ვიცი რა შევეჭიდო. მათი მშობლები ჭკუიდან გადადიან. განსაკუთრებით ქალბატონი ასუმანი. ამ დღეებში ლამის ფესვები გაიდგა აქ. ყოველ დღე მოდის და მეკითხება, რამე ახალი ხომ არ არის. მე კი პატარა ბიჭივით ვიშმუშნები მის წინ. ძმაო, იმის გამო იშმუშნები, რომ ახალი არაფერია თუ სხვა რამეა მიზეზი. შენ რა დამსენი? არა, რას ამბობ? როგორც არ უნდა იყოს, შენ თავს გაუფრთხილდი, სანამ ამ ილგას არ დაიჭერენ. ისე შევაშინე. ალბათ 900 იქით გადაიკარგა. უფროსო, თუ ნებას მომცემთ. ისევ დავკავდები გოგონების საქმით. არ შეიძლება. შუბლს გაგიხრიტავ თუ ამ გოგონებს კიდევ მიუახლოვდები. შენ სხვებივით დაელოდები. არ შემიძლია ლოდინი, ძმაო. მე ვიცი, რომ ეს გოგოების გაკეთებული არ არის. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ვითომ აქ დაიფიცებ, რომ არაფერს იზამ და აქედან გახვალ თუ არა, იმას გააკეთებ, რაც თავში დაგარტყამს. მე აქ ზღაპრობს ხვები? მომისმინე, თუ კიდევ ერთხელ მომიწევს შენს გამო, არ მოგიწევს კომისარო. თუ არა და ღმერთმა დამსაჯოს. ღმერთმა ისედაც დაგსაჯა, მეტი რაღა უნდა დაგსაჯოს, შე არანორმალურო. ჩაი მოვატანინო? მიდი. რამდენი ხანია არ გიძინიათ? დაახლოებით 10 დღეა. განუსაწინააღმდეგოს არაფერს აკეთებთ, ხომ ასეა? ძაფი ისედაც გაწყვეტაზეა. ნუ ნერვიულობთ. რომც მოვინდომოთ, მაინც ვერაფერს შევძლებთ. ბარიშმა ყველაფერი გამოთხარა. ყველაფერი მიუგეზე მიუთითებს. მეტი არაფერი არ ჩანს. ყველა შევამოწმეთ, ვინ შეიძლება იყოს ა. აქ კი სულ სხვა რამის გასაგებად მოვედით. თქვენ რომ ახსენეთ მოწმე, რომელმაც დაინახა აჩელი, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა. მე ეს არის შევამოწმე. დროში ემთხვევა, მაგრამ ეს შეიძლება მოწყობილიც იყოს. აბა უკანონოს არაფერს არ ვაკეთებთო? ძვირფასო, მხოლოდ ეს დედავილდან. თუ ვიცით, ვინ არის ეს მოწმე? მე ამ ინფორმაციას მაინც ვერ მოგცემთ. რატომ? არ გაინტერესებთ, რატომ იტყუება? თქვენ რა იცით, რომ იტყუება? პოლიციამ ვერ ამხილა ტყუილში, თქვენ გააკეთებთ ამას? ვსდით მაინც. და რა უნდა ქნათ? იმედი ამის ცემას არ აპირებთ. არ გავედოთ. ამაზე არც იფიქროთ. კარგი, მორჩა ყველაფერი. თავის შორს დაიჭირეთ ამ საქმისგან. არ შეგვიძლია. თავი როგორ უნდა გვეჭიროს, ისედაც ჭუიდან გადავდივარ, როცა ვფიქრობ, რომ
იქ უნდა იყოს სელინი. პაემას მოგიწყობთ. არ მინდა პაემანი. რა უნდა ვუთხრა? რა უნდა ვუთხრა სახეში რომ შევხედავ? შენს გადასარჩენად არაფერი შემიძლია და ახლაც ტყუილად ვკარგავ დროს. მე ნუ მიყურებ. ჩემს ადგილას ჰანდე უკვე ცვიპირს დაუნგრევდა ამ მოწმეს. მე ბევრად დავაგვიანე. რაც არ უნდა გითხრათ, თქვენ მაინც არ მოისვენებთ. კარგი. მაგრამ თუ რამე ისეც მოიმოქმედებთ, რაც საქმეს ხელს შეუშლის გეფიცებით, არაფრით არ გაპატიებთ. წინასწარ გეუბნებით ამას. რა არის? ამდენ ხანში ორი თებში ვერ გარეცხეთ? ვრეცხავთ, ვერ ხედავ? კარგად შემომხედე. მან რომ მოვიდე, მაგ პირს გაგიხევ. ვისებლატავები. აქედან რომ გავალთ, ყველაზე მეტად ის გამიხარდება ამას რომ მოვშორდებით. თუ გავალთ, რა თქმა უნდა. გოგონი. მიდი. მიდი ჩაი დაადგე. მიდი. რაღაც უცდი. რა არის? საქმის კეთება გეთაკილებათ? კომფორტს ხართ არა შეჩვეულნი? რაზე ფიქრობ? ჩემი ძმა არც კი მოვიდა ჩემს სანახავად. ფიქრობ რომ ფარული მოწმე ის არის. ჯესური? რატომ უნდა მოიქცეს ასე? უაზრობაა. ასე ფიქრობ? ჯესური? არ შეიძლება იყოსა. ხომ ნახეთ რა გააკეთა ჩემმა მეორე ძმამ. როგორც არ უნდა იყოს? ორივე ერთად? არა. შეუძლებელია. მე შეუძლებლად უკვე აღარაფერი მეჩვენება. შენ რა ეს მემესროლე? იმ სიგრძე ხარ, სადაც არ უნდა ვისროლო, მაინც შენ გხვდება. ადექით და მაგიდების ქვეშ გამოხვეტეთ. ცოტა ხელებით ამუშავეთ, დილით და მარტო ყბებს რომ ამოძრავებთ. მიდით. წამოდი ძვირფასო. აბარაკენით. გაარგვიეთ რამე. გვეტყობა რამე რომ გავარგვიეთ. დედა ვილდანი არ გვეუბნება ვინ არის ფარული მოწმე. რა იყო სიდიდთან პრობლემები გაქვს? მოიცა ეს ახლა ხუმრობა იყო? ღმერთო რა წყალში ჩავარდე. ამდენი დღე ამჟავებული სახეები დადიხართ. უკვე მომწყინა თქვენი სიფათების ყურება. არც მე ვარ კარგ დღეში, მაგრამ ღვთის წყალობით ისინი ცოცხლები არიან. და სანამ იქ არიან, ეს ფსიქოპატი ვერაფერს ვერ დაუშავებს. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ძალა უნდა მოვიკრიბოთ. თანაც გავიგე ვინ არის ფარული მოწმე. მართლა? აქამდე რატომ არ თქვი? ოდა ეგეუბნებით. ფარული მოწმე? ჯესურ ადემოღლოა. ეს როგორ? დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. მაშინ წამოდი და ვიპოვოთ. ასე აფეთქება არ შეიძლება დაწნარდი. უნდა ვუთვალთვალო. გავიგო რა საქმეებს ატრიალებს. თორემ შეიძლება ხელიდან გაგვექცეს. კარგი, მოდი მაშინ რამე გავაკეთოთ. ასე უქმად ნუ ვიჯდებით. ეს თქვენ ნორმა სასიძომ უნდა ითავოთ. ვითომ რატომ? მე სამსახურში დავბრუნდები და უფრო შევბერდი რომ ამ საქმეში წვირს არ ჩავყოფდი.
ანუ რაღაც რომ არ გამოგივიდეს და სამივე ჩაგვაყუდონ, გარეთ კაცი არ დარჩება. კარგი და შენ რას გააკეთებ? მე რენუსერის ისტორიას ჩავუჯდები. რაღაცა უნდა გამოვიდეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფრთხილად. კარგი? თვალში ნუ მოხვდებით. არ ენერვიულო. ძალიან გთხოვთ, სულ 5 წუთს წაგართმევთ. ასე მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ შეგაწუხებდი. დიახ, თქვენს ქალიშვილს უკავშირდება. არა, ტელეფონზე ვერ გეტყვით. მართლა. კარგი, მაშინ თქვენ ზარს დაველოდები. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. აქ რას აკეთებთ? რა გინდათ? მინდა გავიგოთ, რატომ თქვით ყუილი. რა ტყუილი? შენ ხარ თავის თავს ას რომ უწოდებს? გოგოებს შენაწვალებ? აქედან დაახვიეთ. ექსულელური ბრალდებები თქვენთვის შეინახეთ. არა, არ შემიძლია, ახლა თავყბას დაუნგრევ. მე უკვე პოლიციაში ვრეკავ. მომისმინეთ, ან ახლა ვეწახვალთ, ან თავდასხმაზე გიჩივლებთ. წავედით. დაიმახსოვრე ჯიგარო. თვალს არ მოგაშორებთ, გასაგებია? ჩაუდე. ხელები მტკივა. მე აღარ მტკივა. ნუ ინერვიულებთ, გოგოებო. აქედან გავახწევთ. თქვენ კი გააღწევთ ერთ დღეს, მე კაი ხანი მომიწევს აქ ყოფნა. მაგრამ თქვენი გასვლა მაინც გამეხარდება. თუ გავალთ, ერთად გავალთ. Kutu pense ayvayı yerse ne o? რა არის? Oyun mu oynuyoruz? რამე თამაშს თამაშობთ? შენი რა საქმეა? ძალიან გრძელი ენა გაქვს. ალბათ გეკავება. ილოცე, რომ მე არ მოგიქავო. სელი შეეშვი. ემინე. ჭუჭყიანი თეთრეული მოიტანე. ყველაფერი მოიტანეთ, რაც გასარეცხი გაქვთ. დღეს სარეცხის დღეა. ყველაფერი რომ სუფთა იყოს. თუ არ მომეწონება, ხელახლა გაგარეცხინებთ. შენ ქერათმიანო. გაიხადე, რაც გაცვია, დღეიდან ჩემი იქნება. არა, ეს ჩემია. რას მელაპარაკები? გითხარი ჩემია, ესე იგი ჩემია. მადლობა თქვი, რომ შენს თმებს არ ვიჩემებ. გაიხადე. სელინ, არ გინდა. გამიშვით. გამიშვით. გაიყვანეთ. ყველანი ჩამწკრივეთ. გამიშვი. გამიშვი მეთქი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. რამე პრობლემა გაქვს? რამის თქმა გინდოდა? ზედამხედველთან გიჩივლებ და მე ნახავ. კარგი ბატონო.
კარგი. Sen kimle? შენ კიდევ ვერ მიხვდი ვისთან გაქვს საქმე. Öğret. ახლავე გასწავლი. ოჯახ, მაგარი საქმე გააკეთეთ. მე თქვენ რა გითხარით, რას ქვია ცემა დაუპირეთ. დამშვიდი, ბოლომდე მათქმევინე. მოსასმენი აპარატი რომ მოგვიცი ბარიშმა პერანგზე მიამაგრა. ამისთვის ეყავით მისულები. რა იყო? რა მუნჯი გადაყლაპე? კარგია რომ რაღაც მაინც გააკეთეთ. ახლა სათხართ. მანქანაში. კალყური უნდა ვადევნოთ. სახლიდან რომ გამოვა. ხოლო როცა გამოვა შეგატყობინებთ. კარგი. კარგი. არის რამე. პოსტაში ყველა გვერდი წაშლილი აქვს. ან კარგად ინიღბება, ან მოსაწყენ ადამიანს თამაშობს. გამოვიდა. ჩემი სათამაშო მომიტანეთ. გვიშველეთ. გვიშველეთ. ხელი გამიშვი. გამიშვი ხელი. გვიშველეთ. გამიშვი. მომეცი. Şu güzelliğe bak. ნახე რა სილამაზეა. სელინ რასაკეთებ? გამიშვი. იცოდე მკვდარი ხარ. მკვდარი ხარ. რა ხდება? ეს საიდან გაქვს? მომეცი. აიღე. აიღე გამომართვი. Bu karıların üstünde ამათია. balak bu. კინაღამ ყელი გამოგჭრეს. ჩვენ რა? სიცოცხლის გარანტიაც არ გვაქვს? Bakma sen bunlara. რითი ვართ დაცულები? Bunlara. Gel buraya. მიდი წამომყევი. შენს პრობლემებს დირექტორს მოუყვები. მოვუყვები. ოფას გიტირებთ. Ya bırak be. გელბატონო სემრა. ჯესური არა? დიახ, ჯესური ვარ. ჩამოჯექიშვილო. რისთვის გინდოდა ჩემი ნახვა? ჯერ ბოდის მოვიხდით შეწუხებისთვის. ამის დედას არაფერი არ მესმის. მარტო მწერების ბზუილი. უფრო ახლოს ხომ არ მივიდეთ. ნორმალური დისტანციაა. მაინც ვერაფერი გავიგე. აქ კოპი გამოგივიდა. ტკივა? ტკივა, აბა რა? გამიჭირა ამ მანიაკმა საქმე. რა უნდა ვქნათ ეს ქალი რომ დაბრუნდება? არ დაბრუნდება. კარგ ახნით ჩააყუდებენ კამერაში. Ne ücretsiz? რომელ კამერაში? Sen öyle san. დირექტორთან ერთად ზის და ჩაის მიირთმევს. Oturmuş çaylarını içiyorlardır. Sizi çekiştiriyorlardır. Bu çocuk ეს ბიჭი, cesur. ჯესური. Bütün bu გინდათ თქვათ რომ ამდენი ხანი გვეთამაშებოდა? რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებულები არ ვართ, მაგრამ ეჭვები არის. Peki. კარგი, Tamam. Ben bunu ბატონ რეჯებს ვეტყვი ამას. არა, არ შეიძლება დეიდას უმან. რა უნდა უთხრათ? canım böyle böyle. ვეტყვი რომ ის ეთამაშებოდა ჩემ შვილს. Benim kızım დაიჭირონ და დაკითხონ. buymuş. Alsınlar, sorgulasınlar, öğrensinler. არა, ეს არც ისე ადვილია. ჩვენ ჯერ მტკიცებულებები არ გვაქვს. მერე რა? Canım.
მტკიცებულებები ჩვენ უნდა ვეძებოთ? ეს უკვე პოლიციის საქმეა, ნება იბოძონ და იპოვონ. დეიდა სუმან, ვინც ეს გითხრა თავად არის პოლიციელი. ისინი ცდილობენ რაღაცას, თქვენ უინერვიულებთ. თქვენ თუ კომისართან მიხვალთ, ჩვენ სამ მეგობარს პრობლემა შეექმნება. ჭორები წავა, გამოძიება გაჭიანურდება. ვინ არის ეს მეგობარი? ის უზრდელი ხომ არა? ხო, მასე ვლაპარაკობთ. გიუვენი. მაპატიეთ, მაგრამ როდის აქეთ არის თქვენი მეგობარი? მას შემდეგ რაც ამისთვისაც პრობლემად იქცა, მასაც იგივე გაუკეთა. იმიტომ მას გვეხმარება. აი რეკავს კიდეც. გისმენ. შვიდობა. ამდე სახში ვართ. დეიდა სუმანთან. არა, არაფერი ისეთი. შენ რა ხენი? კარგი, შევხვდებით, რა თქმა უნდა. აქ მოვიდეს, აქ ილაპარაკეთ. ჩემთან დასწრებით. მეც რომ საქმის კურსში ვიყო. გიუვენ, მოდი აქ მოდი. ოჰო. Alo? გისმენ? მოვიდა პასუხი. Evet, dinliyorum. ხო, გისმენთ. Gerçekten. მართლა? Bu her ეს şey ყველაფერს ცulis. Hemen bana da bir... ახლავე გამომიგზავნე ასლი, კარგი? Tamam çıkıyorum. მე ახლავე გავალ. Adliyeye gidene kadar mutlaka... დაბრუნებამდე რომ უკვე დამხდეს. Evet. რა თქმა უნდა, ახლავე შევიტან აპელაციას. Tamam, görüşürüz. კარგი, ნახვამდის. Anneciğim, დედიკო, haberleri კარგი ამბებია? ძალიან კარგი. Hem de çok iyi. როგორც იქნა? İşte bu. მადლობა ღმერთს, მე უნდა წავიდე. Benim çıkmam lazım. კარგი. პარკში ვიღაც გალს შეხვდა, დიდხანს ილაპარაკეს. მერე? რაზე ლაპარაკობდნენ? ვერ გაიგეთ? ვერაფერი გავიგეთ. ალბათ შეამჩნია და გადააგდო. Canım duysalar... და რომ გაგეგოთ რა? Yaşlı bir ამასაკის ხალი ამ საქმესთან კავშირში ვერ იქნება. ასეა თუ ისე ჩვენ ფოტო მაინც გადავუღეთ. აჩვენეთ ობრახ. რა იყო? გეცნობა ქალი? ო, იმ ქალს გავს. სემრას. სემრაუსერი. ერენის დედა. კარგი, მაგრამ ჯესურთან რა კავშირი აქვს? სხვა? იქიდან რომ წავიდა რა გააკეთა? არც არაფერი. სახლში დაბრუნდა. მერე კი შეგვამჩნია. რას ქვია შეგამჩნიათ? აბა რა ვიცი. უცებ მოტრიალდა და დაგვინახა. დამალვა ვეღარ მოახერხეთ. კითხვა მითავთვალებ თუ რა შეასაქმეო. იცოდეთ პოლიციაში დავრეკავო. ჩვენც წამოვედით. ოხ, მეგობარო, თქვენ ხომ არაფრის ნუ არ გავთ. ჯერ დღე არ გასულა, უკვე ყველაფერი ჩაფუშეთ. გოგონებთან ახლოსაც ვერ მოხვალთ. აბა მეტი რა ეკნათ? თითქოს დახელოვნებული სპეციალისტები იყვნენ. პოლიცია თავის საქმეს რომ აკეთებდეს და უდანაშაულო ხალხს არ იჭერდეს, ეს საქმე ამ ბიჭების გასაკეთებელი არ გახდებოდა. ნონერვიულობ დეიდა სუმან. როგორ არ ვინერვიულო? როგორ არ გავბრაზდე? უკვე მე რამდენი დღეა ჩემი გოგო ციხეშია და შენ რას აკეთებ? პოლიცია რითია დაკავებული? გალბატონო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მეც თქვენსავით მინდა მათი გათავისუფლება. მაშინ უშველე, გამოიყვანე ჩემი გოგო იქიდან. გამოიყვანე. კარგი, დეიდა სუმან. თავი ხელში აიყვანეთ. რამდენი დღე არ გიძინიათ? მიდით, ცოტა დაისვენეთ. ხო, კარგი. ნერვები აღარ მაქვს წესრიგში. დავიღალე. წავალ ცოტა სამოწვევი. თუ რამე ახალს გაიგებთ, მაშინვე გამაგებინეთ. შენ რა ქენი? იპოვე რამე საავადმყოფოში? ვერაფერი. არანაირი ჩანაწერი პაციენტ ერენუსერზე არ არსებობს. არც არავის გაუგია მასზე. ეს როგორ? გასაგებია. ჯანეტმა იპოვა მისი ანკეტა და მე მომიტანა. რა ანკეტა? პაციენტ ერენუსერის? ო, მეც მაჩვენა. უმერთო ჩემო. კითხე ერთი ჯანეტს როგორ იპოვა ანკეტა, რომელიც არ არსებობს.
როგორ უნდა მოგცეთ ის, რაც არ არის? ნუ სულელობთ. დანარჩენ ანკეტებთან ერთად იყო. არქივში როგორ მოხვდი? ეგ თანს გასაღები მოვპარე. გასაღები მოპარე. ხო. და ყველას უჩუმრად შევედი. უცნაურია დღეს ვნახე ის ოთახი, სადაც ანკეტები ინახება. მას გასაღებით ორ გააღებ. კოდი უყენია, რომელიც ექთნების გარდა არავინ არ იცის. ისევ მოიტყუე. ამჯერად რის მიღწევას ვცდილობ. ვინ მოგცა ის ანკეტა? შენი ნდობა შეცდომაა, უკვე მე რამდენად ყუილია. იმ ამბის შემდეგ შენთვის აღარ უნდა დამეჯერებინა. რა ამბის? ჯანეტი ასახელით სელენის მოკვლას ცდილობდა. გაქცევისას დავიჭირე. რამდენი თუ გვიმალავდი ყველაფერს. მე კი ისევ ჯანი შენით ყუილი, უკვე მე რამდენად. მე შენ არ მომიტყუები ხარ, ტოპრაკ. არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვა ტყუილი არ იყო. მართლა გინდოდა სელენის მოკლა? ხო, მინდოდა. მინდოდა რომ პასუხი ეგო იმ ყველაფრისთვის, რაც მე დამიშალა. ტოპრაკს რომ ხელი არ შეეშალა, აგებდა კიდეც და თავის დაქალებთან ერთად ციხეში იჯდებოდა. მეც აღარ მომიწევდა ასეთი რამის გაკეთება. ანუ მე ვარ დამნაშავე. და რა? თურმე ის ისედაც დასჯილი ყოფილა. სინდის შეუწუხებია ჩვენი ქალბატონი. და ამიტომ უნდა ვაპატიოთ? თქვენ არ გიცხოვრიათ მთელი წელიწადი სიბნელეში. საიდან უნდა იცოდეთ რა ჯოჯოხეთი გამოვიარე? ამაზე წარმოდგენაც კი არ გაქვთ. ჩაი მოგართვა ჰალიმე. მოიტა. აქედან ალბათ ინვალიდები გავალთ. რა შვება დირექტორი ჰალიმე? კარგად არის ღვთისწყალობით. ყველას მოკითხვა გადმოგცათ. ჩაი დავლიეთ. ცოტა წავიჭორავეთ. კითხა რამე პრობლემები ხომ არ გაქვსო? მე ვუთხარი რა პრობლემა უნდა მქონდეს მეთქი. ვინ უნდა გაბედეს რომ ხასიათი გამიფუჭოს? შემიძლია ადამიანი ჭკუიდან გადავიყვანა. ბოლოს და ბოლოს მაგის ქმართან მქონდა საქმე. მეკითხება რაღაც შხუბი მოხსლიათო, რა მოხდაო? მეც ვუთხარი როგორც იყო საქმე. მითხრა არი ნერვიულო. მე მაგათ მივხედავო. ასე მითხრა. აბარა გეგონათ. ხო, ყველაფერში გამარკვია. ყველაფერში. გოგოებო, ადმინისტრაციაში. მიდით. ბოლოს მაინც ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ყველანი ციხეში მოხვდნენ. ამ მოახერხა ის, რაც მე ვერ მოახერხე. მე ის მივეცი, რაც უნდოდა. მან კი სამართლიანობა დამიბრუნა. შენ მას თავიდანვე ეხმარებოდი არა? თავიდანვე არა, ტოპრაკ. მესიჯი მას მერე მომივიდა, რაც შენ გამომიჭირე. რა მოგწერა? რომ ჩვენ ერთი და იგივე რამე გვსურდა. რომ ერთ მხარეს უნდა ყოფილიყავით. მითხრა რომ თუ ისე მოვიქცეოდი, როგორც მას სურდა, გოგოების დასჯაში დამეხმარებოდა. მხოლოდ ერთი რამის გაკეთება მთხოვა. რომ ერენის ანკეტა ტოპრაკისთვის მიმეცა. მე სხვა არაფერი გამიკეთებია. სულ ეს არის. ჯანეტ. იცი ვინ არის? არ ვიცი. თავიდან აჩელია მეგონა, მაგრამ შევწდი.
აჩელია რომ აიღოს, ახლა ციხეში არ იჯდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს, სხვა ვინ შეიძლება იყოს. აბა შენს მოკლას რატომ ცდილობდა? ვინიც ის იქნება, ეს თამაში იყო. არა, თამაში არ იყო. ჩემი თვალით ვნახე. მართლა დახშობას უპირებდა. ალბათ საქმის გაკეთების შემდეგ ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, გიჯის მხარეს რომ გადახვედი, ეს ასე მოხდებოდა. მე მის მხარეს არ გადავსულ ვარ, ტოპრაკ. მხოლოდ ერთხელ გავუკეთე რაღაც, ჩემი რატომ არ გჯერა? შენი როგორ უნდა მჯეროდეს, ჟანეტ? სელინის ხომ კარგად გჯერა. დედა, ჩემო სიცოცხლე, დედა სიმედო, როგორ ხარ? არ ამიშავს. გოგოებო, თქვენ როგორ ხართ? რატომ ხართ ასეთი გახარებული, მოხდა რამე? დასხედით და მოგიყვებით. მიდი. მოდით, დასხედით. დეტალური ექსპერტიზა მოვითხოვე. დასკვნა დღეს მოვიდა. მერე? დასკვნიდან ჩანს, რომ მკვლელობა აჩელიას არ ჩაუდენია და სამხილები არ ემთხვევა ერთმანეთს. ესე იგი, თქვენი თანამონაწილეობაც გამოირიცხება. რანაირად? ექსპერტიზა მაჩვენა, რომ მიუგეს გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზურ მოწამვლაა. იგი ნავარაუდებზე 2 საათით ადრე გარდაიცვალა. გამოდის ტაბლეტები მაშინ დალია, როცა წვეულებაზე იყავით. შესაძლოა თავის მოკლა გადაწყვიტა. აბა თავში ნიჩაბი ჩაარტყესო? ეს უკვე გარდაცვალების შემდეგ მოხდა. რატომ? რატომ უნდა ჩაარტყა ნიჩაბი თავში მკვდარს? არ არის გაუგებარი. დანაშაული რომ სხვას დაბრალდეს. რატომ გადაწყვიტეს რომ მიუგემ მოვკალი? იმიტომ რომ ჩემს ტანსაცმელზე მისი სისხლი იყო, ხოლო ნიჩაბზე კი ჩემი თითის ანაბეჭდები. ზუსტად თქვია ჩელია. სისხლის კვალი რის გამოც ბრალი დაგდეს. შესაძლოა შენს გადარჩენად იქცეს. როგორ? დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილ ადამიანს არ შეიძლება ამდენი სისხლი გამოუვიდეს. თანაც მიუგეს ხელზე რამდენიმე ნაჩხლეტი იპოვეს. რა? მიუგე? ნარკომანი იყო? არა, ძვირფასო. ადამიანმა, ვისაც თქვენთვის უდადა დანაშაულის დაბრალება, სისხლის შპრიცით ამოიღო. ასე წერია დასკვნაში. მე აპელაცია შევიტანე. ასე რომ მალე გაგათავისუფლებენ. მოვიდნენ. დედა. მოვიდნენ? შიგნით არიან? ანდე? კარგად ხარ? კარგად ვარ.
მე ხომ იქ იმდენი ხანი არ ვიყავი რამდენი შენ. არ ვიცი შენ როგორ გაუძელი. მე ვერ გაუძლებდი. შენ ეს არ მოგიწია და ეს კარგია. რაღაც გამხდარი მეჩვენები. მადლობა. მართლა ძალიან მომენატრა შენი ხუმრობები. უნდა დაეთქვა რომ კარგად გამოიყურები. ცდილობდი. იქიდან ტანწარწეტა გამოვსულიყავი. ძალიან დავიღალე. ყავა ხომ არ დავლიოთ. წამობრძანდით. გამოგიშვეს? როგორც ხედავ. და ეს როგორ მოხდა? არ იცი? რა უნდა ვიცოდე? დაადგინეს რომ ის მკვლელობა დამაბრალეს, რომელთანაც შეხება არ მქონდა. მართლა? თავი მაინც მოიკატუნე რომ გეხარია. გაგეფრთხილებინა და მოვიდოდი შენ სასაყვანად. დეიდა ვილდანმა მომიყვანა. მთელი წელი ოჯახში დაბრუნების ფიქრით ვცხოვრობდი. ეს მაძლევდა სიცოცხლის სტიმულს. მაგრამ აბა შემომხედე. მე არავის ვადარდებ. საერთოდ არავის. აჩელია, შენ კარგად იცი დედას მდგომარეობა. თავის აღარ ახსოვს. მამამ კი როცა გაიგო. საიდანღაც გაიგო რომ შენ მისი შვილი არ ხარ. ალბათ პოლიციაში უთხრეს. გულმანტკენია. დრო სჭირდება ფიქრისთვის. სულ ეს არის. შენ ხომ ხარ აქ? მაგრამ თითქოს შენ ხომ არავისთვის გითქვამს იმ მესიჯების დაზარების შესახებ? მითხარი გთხოვ რომ ეს შენ არ ხარ. მითხარი გთხოვ. ეს მე არ ვარ. ორი დღის შემდეგ. სად არის ეს გოგო? მალე მოვა. იქნებ არ წავსულიყავით. მგონი ჯერ მზად არ ვარ. ისედაც ბევრი გავაცდინეთ, ახლაც რომ არ წავიდეთ, კურსზე ჩაგვტოვებენ. ვინ იცის ჩვენზე რას ლაპარაკობენ? ზურგს უკან ჭორაობენ და დაგვრცენიან. ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, თავის თავს მიხედონ. თანაც კიდევ რამდენი ხანი არ უნდა გამოუჩნდეთ. ეგეც მართალია. აი რეკავს. გისმენ. სელინ. აჩელია სად ხარ? რამდენი ხანია გელოდებით? რას მალოდებით? ხომ გადავწყვიტეთ სასწავლებელში ყველანი ერთად წავსულიყავით. მაგის დრო არ არის. სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ აქ. თქვენთვის საინტერესო სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი, სად ხარ? მოგწერ კოორდინატებს, მალე მოდით გელოდებით. რა მოხდა, რა გითხრა? თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო.
დილა ადრიან აქრისთვის მოვიდა. აჩელია და მისი სიურპრიზები. იქნება ასთან დაკავშირებული რამე იპოვა. აქ არის. აჩელია. სად ხარ? გამოდი, ნუ გვაშინებ. აჩელია. ესეც აჩელიას სიურპრიზი. ცოტა უფრო ორიგინალური იყავი ძვირფასო. ეს ხუმრობა უკვე მოძველდა. აჩელია? თამაში დამთავრდა. ბოლო ფარდა დაეშვა. ალბათ ძალიან გაინტერესებთ, რატომ დაგემართათ ეს ყველაფერი. ახლავე გაიგებთ. მზად ხართ? მითხარი, მზად ხართ? სანამ ერთმანეთს კარგად გავიცნობთ, ერთ ისტორიას მოგიყვებით. ნამდვილ რეალურ ისტორიას. იყო და არა იყო რა. იყო ორი და, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს. მაგრამ მათ ხელი ვერ შეუშალეს მათ შეხვედრას, რამდენიმე წლის შემდეგ. მაგრამ მათი სიღარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ამჯერად ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ცოცხლად დარჩენილმა დაიფიცა. დაიფიცა, რომ შურს ეძებდა თავის დის მკვლელობისათვის და წარმოდგენაც დაიწყო. დღეს თქვენ ყველაფერს გაიგებთ, დადგა დრომის გამოსაცნობად.
თქვენს წინაშეა თქვენს წინაშეა აპლოდისმენტები საჭირო არ არის. Anlamadınız mı gerçekten? მართლა ვერაფერს მიხვდით? Evet, ო, iyi oyuncu. მართლა კარგად ვითამაშე. Ama abim anladı. მაგრამ ჩემი ძმა ხომ მიხვდა? Haksızlık etme. ნუ იქნები არასამართლიანი. Ben bile მე emin მხოლოდ değilim. 2 დღის წინ გავიგე. 2 gün მხოლოდ öncesine 2 დღის წინ. kadar. შენი დაბადების დღე ახლოვდება. Ne yapmak როგორ istersin? უნდა აღვნიშნო? Bilmem. არ ვიცი. Luna Park'a ლუნა gitsek, პარკში ხომ არ წავიდეთ? çocukken her ბავშვობაში doğum ყოველთვის დადიოდი იქ დაბადების დღეზე. ბავშვობაში? Hatırlıyor musun? გახსოვს ერთხელ ატრაქციონზე რომ დავსხადი და გული რომ აგერია. Hatırlamaz mıyım? როგორ არ მახსოვს? Çok komik. ძალიან სასაცილო იყო. ამბობდი რომ კიდევ დაჯდებოდი. Tam 5 და რამდენჯერაც დაჯექი, იმდენჯერვე ცუდად gახდი. Ne yapayım? ო, Çok eğlenceli. ძალიან ვიმხიარულეთ. Tamam o zaman. მაშინ ისევ წავიდეთ. Gidiyoruz. საღამოს კი Akşamında ო, საღამოს დეი და ერმის შეუაროთ, თუ გინდა. uzun zaman. დიდი ხანი არ გვინახია. En son ne ბოლოს zaman? როდის ვიყავით? 2 yıl önce. 2 წლის წინ. არა? ო, Galiba. ასე მახსოვს. Nermin teyzesi. დეი და ერმენი 8 წლის წინ გარდაიცვალა. Cenazesi. და კრძალვაზე ერთად ვიყავით. და არც იმ ატრაქციონებზე გვიკატავია. იმიტომ რომ ბავშვობაში სიმაღლის გეშინოდა. შენ ეს არ იცი. იმიტომ რომ შენ აჩელი არ ხარ. უასეა. Evet. ხო, Açeli. მე არ ვარ აჩელია. Akas. მე აკასია მქვია. Çocukken ბავშვობაში ბევრი ვიტირე, როცა მითხრეს რომ აკასია წავიდა. En çok da და იცით ყველაზე მეტად რა მდგენდა გულს. Gidip çiçek საფლავის კი არ იყო, სადაც ყვავილების მიტანას შევძლებდი. Denizde boğuldu. თქვენს რომ მე ზღვაში დავიხრჩვი. Cesedi ცხედარი კი ვერ იპოვეს. Can olabileceği ვერანაირად ვიფიქრებდი რომ ცოცხალი იყო. Vildan სანამ teyze. დეი და ვილდანმა არ მითხრა. Kızların მგონი kafası გოგოებს თავგზა აებნათ. biraz başa ყველაფერი თავიდან მოუყევი. Annem როცა პატარა ვიყავი, დედამ მამას უღალატა კაცთან. Selim კაცთან, რომელსაც სელი მუსერი ერქვა. Öz baba. ჩემი ნამდვილი მამა Eren abi. და ჩემი ძმის, ერენის მამა. როცა ტყუპები გაჩნდნენ, დედა არ იყო დარწმუნებული ვისგან ეყოლა. Bal gibi de biliyor. შენივრად იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა არ გაემხილა. Çünkü რადგან მამა ჩემის ეშინოდა. Sevgilisi ან თავისი საყვარლის იმედი არ ჰქონდა, რომელიც ძალიან მდიდარ და ძლიერ ქალზე იყო დაქორწინებული. bir de oğulları თანაც var. მასთან ვაჟი ჰყავდა, Onları asla. რომელსაც არაფრის დიდებით არ მიატოვებდა. შეეძლო წაიყვანა შვილები, მაგრამ Aldı da. წაიყვანა კიდეც. Öğrenince. როცა მამამ gerçek სიმართლე olan გაიგო, yeri დედას karşısına უთხრა, çıkmış. რომ შვილების წაყვანა სურდა. Yoksa თუ არა და herkes ყველას sevgilisi. სიმართლეს ეტყოდა. დედა ჩემი კი შეეხვეწა რომ ერთი მაინც დაეტოვებინა მისთვის. Kalmasına ikna etmiş onu.
დედამ არჩევანი აჩელიაზე შეაჩერა. არ ვიცი rატომ. აჩელია არჩია. Neden? ის ყოველთვის უფრო მეტად უყვარდა. Hep daha çok sevdi onu. Ben de küçük. მე მაშინ პატარა ვიყავი, Ama o gün მაგრამ არასდროს დამავიწყდება. annem არ დამავიწყდება დედა რომ ეთქვა შენი და წავიდა და უკან აღარ დაბრუნდებაო. Babam და მამას რომ ეჭვი არ შეპარვოდა, beni ölü ისე მოაწყვეს თითქოს მე მოვკვდი. დედა ჩემს ამ საქმეში ბიძია ფოლადი დაეხმარა. Bir dolap çevirip ასე შეთხზეს ისტორია ჩემს ზღვაში დახჭობაზე. bulamadı falan yalanıyla. Beni kağıt üzerinde öldürmeyi başarmışlar. და ყველა მოატყუეს. იმ დროს როცა გვეგონა ჩემი და მოკვდა, ის სხვაგან იზრდებოდა. Neyse ki როგორც არ უნდა იყოს, მამა ჩემი კარგი ადამიანი იყო. severdi beni. ძალიან ვუყვარდი. Diğer ჩემს ძმასაც ვუყვარდი, ama üvey მაგრამ დედინაცვალმა ვერ ამიტანა. babam öldüğünde როცა მამა გარდაიცვალა, მას აღარ დარჩა ჩემი ატანის მიზეზი და საგიჟეთში გამომამწყდია. yıllarım o სადაც hastanede წლების განმავლობაში ვიცხოვრე. Semra ქალბატონის სემრა ძლიერი ქალი გახლდათ. parasıyla herkes თავისი ფულით ყველაფერს აკეთებდა, რაც სურდა. Bir gün ერთხელაც ფსიქიატრიულიდან გამოვიქეცი. kaçışımda. Evime ეს ჩემი პირველი გაქცევა იყო. orayı სახლში მივედი. kardeşlerime öldü. ჩემი დაძმა მენატრებოდა. En çok da iki განსაკუთრებით კი ჩემი ტყუპის ძალი. Açeli. აჩელია. Öyle güzel ის ისეთი ლამაზი neşeli, და თავდაჯერებული იყო. kendine სრული güven. ჩემი ანტიპოდი. Benim tam tersi. დაბადებისას ჩვენ ერთნაირები ვიყავით, Ama მაგრამ iki farklı შემდეგ hayat yaşamış ცხოვრებამ birden შეგვცვალა. başka insanlar olmuştuk. თითქოს სარკეში ვიყურებოდი, Seyretmek. მაგრამ სარკეში მე კი არ ვიყავი. არამედ ის, İstediğim kişiyi ვინც მინდოდა რომ gösteren bir ყოფილიყავი. Her fırsatta ამის შემდეგ kaçırdım. სულ ვიპარებოდი ხოლმე ფსიქიატრიულიდან. Onu gizli ფარულად gizli ვუთვალთვალებდი. takip ediyordum. Onun yerinde ძალიან olmayı o მინდოდა kadar მის isterdim ადგილას ki. ყოფილიყავი. Onun gibi olmak. მისნაირი ვყოფილიყავი. Sizi de o თქვენც მაშინ გაგიცანით arkadaşlarınızı და კიდევ უფრო gördükçe განვიცდიდით თქვენს მეგობრობას. benim hiç მე ხომ არასდროს მყოლია მეგობარი. ne komik değil mi? სასაცილოა არა? Açelya'nın çok ფიქრობდი როგორ გაუმართლა აჩელიას თქვენნაირი მეგობრები რომ ხავს. sizin gibi arkadaşlar. ვერც კი ვიფიქრებდი მაშინ. Aklıma bile gelmedi. კარგია ბა. Neyse ახლა sırayla რიგრიგობით მივყვეთ. o tatlı ეგ პატარა ტვინები რომ არა გიდუღდეთ. onu uzun ძალიან დიდხანს უთვალთვალებდი. bir türlü karşısına გამბედაობა არ მყოფნიდა მის წინაშე რომ გამოვცხადებულიყავი. beni görünce მე hayal შინოდა, kırıklığına uğrayacak. არ ვეყვარებოდი როცა დაინახავდა, Onun gibi mükemmel რომ olmayı მისნაირი görecek მშვენიერი არ ვიყავი. diye korkuyordum. O beni gör მას რომ არ დავენახე, herhalde bu ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. yüzünü hiç არასდროს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება. hayalet görmüş. თითქოს აჩრდილი დაინახა, Kendi hayal. საკუთარი თავის აჩრდილი. İşte ასე დაიწყო ყველაფერი. Korktuğum gibi olmadı. ისე არ მოხდა მე რომ მეშინოდა. Beni sevdi. მას მე შევუყვარდი. Gizli gizli ჩვენ görüşüp ფარულად kaçırdılar. ხვდებოდით ერთმანეთს.
ხანის მოდიოდა ჩემს სანახავად საავადმყოფოში. Bazen de ben ხან კი მე ვიპარებოდი ხოლმე. abime ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, სანამ ჩემმა ძმამ არ შეიტყო. Eren abimle ერენს არ სურდა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით engel oldu. და შეეცადა ხელი შეეშალა, Ama მაგრამ ვერ მოახერხა. biz de açeli მე და აჩელიამ გეგმა მოვიფიქრეთ çocukken და დედა ჩემის გეგმა გავიმეორეთ. ve ben მე ikinci kez öldüm. ხელახლა მოვკვდი. Cesedimi ჩემი ცხედარი ისევ ვერ იპოვეს. artık მე თავისუფლება მოვიპოვე. bir tek მარტო ერენმა არ დაიჯერა ჩემი სიკვდილი. beni aramak არ შეეშვა ჩემს ძებნას. ama yine de მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. hep açeli. აჩელიასთან ერთად ვიყავი. Sizinleyken ვიცოდი რა, რომ ის თქვენთან ერთად იყო. gölgesi მის ჩრდილად ვიქეცი. her an მუდმივად ვუთვალთვალებდი. o gece her იმ şey ღამეს კი ყველაფერი გააფუჭეთ. bizi ayırdı. ყველაფერი. Onu öldürdü. ერთმანეთს დაგვაშორეთ. Sonra da მოკალით, დამარხეთ და ისე გააგრძელეთ ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარიყო. მე ვერ ავიტანე თქვენი უზრუნველი ცხოვრება და გადავწყვიტე ყველა დამესაჯეთ. Eren abi ერენმა იცოდა. sizden იცოდა როგორ მეზიზღებოდით. benim ağım თქვენი დასვა სურდა ჩემგან. sizi benden იმიტომაც მოკვდა. bu yüzden მოკვდა. ერენოსერ, ჩაგუბარდი. ალყაში ხარ. ერენოსერ, ალყაში ხარ. ჩაგუბარდი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ama bana მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. saklanmak მე მომბეზრდა დამალვა. evime dön. მინდოდა დაუბრუნებულიყავი Açeli და აჩელიად ვქცეულიყავი. abim önümde. ჩემი ძმის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ თქვენ გიცავდათ და არა მე. beni korusa სხვაგვარად ის ცოცხალი იქნებოდა. şu an hayatta olurdu.
კარგია რომ ჯესური არ აღმოჩნდა ასეთი სულელი. სიმართლის გაგების შემდეგ ჩემს მხარეზე დადგა. ვალდებული ხარ დამეხმარო. აჩელია ჩვენი და იყო. შური უნდა ვიძიოთ. Tamam. კარგი. Nasıl ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? Planın var mı? რა გეგმა გაქვს? თავიდან მათ ციხეში გამომწყდევას ვაპირებდი. მაგრამ ეს ძალიან რბილი სასჯელია. ეს გოგონები უნდა მოკვდნენ. მაგრამ ჩვენ ამაში ხელი არ უნდა გავისვაროთ. Kendi elimizi kirletmeden. ამჯერად არავის გარევა აღარ მინდა. ეს ჩემი ბოლო როლი იქნება. აღარავის ვენდობი. Merak ნუ etme. დარდობ, ვიპოვნე პროფესიონალებს. Birkaç ვინც profesyonel. ფულის გულისათვის Parayı ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. ამათ შეხედე. ახლა ცნობის მოყვარეობისგან გასკდებიან. თავარზე ხომ არ გადავიდეთ. Olur. მიდი თუ სურვილი გაქვს. მიდი. აბა, იტყვით რამეს. ვიფიქრე უამრავ რამეს მკითხავდით. არც ისე ბევრი დრო გაქვთ. არაფრის თქმა გსურთ სიკვდილის წინ. ეს შენ ხარ ავადმყოფი, ერენი კი არა. დამიჯერე საყვარელო. არც ჩემი ძმა იყო ჯანმრთელი. ნორმალური ადამიანი თავისი დის მკვლელების დაცვას არ შეეცდებოდა. ასე არ არის? მაგრამ შენს ხომ გემუქრებოდნენ? შენს დაგიგეს ხაფანგი. ციხეში ჩვენთან ერთად იყავი. თავარი დამნაშავე შენ იყავი. ის ყალბის ამხილები, რომლებმაც მე გადამარჩინეს. ჩემი ნახელავია. თუ თქვენ როდესმე ტყუილად დაგდეს ბრალი. 4 მეგობრის სიკვდილის შემდეგ ეჭვს ვეღარავინ მოიტანს. შვენიერი გეგმა მქონდა. თუმცა ერთი შეცდომა გამეპარა. მე ისიც გამომადგა. ო, გამომადგა. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? პოლიციას მე სიმართლე ვუთხარი. თავიდანვე რომ მეთქვა შენთვის სიმართლე, რომ ცოდნა და ასე მიმიღებდი, არც კი ვიყვაყმანებდი. ორივენი ავადმყოფები ხართ. ვერ ხართ თქვენ ჭკუაზე. აჩელია საფლავში მაინც მოასვენეთ. მე ის მხოლოდ საფლავიდან ამოვიყვანე. სხვაგვარად მიხვდებოდნენ რომ აჩელია არ ვარ. იქ კი თქვენი წყალობით მოხდა. ეს ჩვენ არ გვიქნია. აჩელია ჩვენ არ მოგვიკლავს. და ეს შენც მშვენივრად იცი. ეს შენ გააკეთე არა? შენ მოკალი აჩელია. არა. ჩააკმენდინე ხმა. რას უდგახართ? მოამთავრეთ საქმე.
შვიდობით. პატარა საყვარელო მატყუარებო. არ გინდათ. გთხოვთ, ნუ მოგკლავთ. რა ხდება? ჯესურ რა ხდება? ჯესურ, რას აკეთებ გამიშვი? ყველაფერი დამთავრდა, აკასია. ყველაფერი დამთავრდა. ბარიშ, ბარიშ. უნდა მიმხვდარიყავი. აჩელია ზურგში დანას არ ჩამარტყამდა. ის ასეთი არ იყო. ის მე არ მიღალატებდა. მაშინ წავიდე და ვუთხრათ პოლიციას. რომ ვუთხრათ ვინ დაგვიჯერებს. მან ყველაფერი კარგად მოაწყო. მაგრამ ერთი გამოსავალი არსებობს. მისი თამაში უნდა ვითამაშოთ და ის ყველაფერში გამოწყდება. მაგრამ მე კომისარს უნდა უთხრა ყველაფერი. გარეთ პოლიციელები არიან. შენი ყველა საუბარი ჩაწერილია. მაგრამ არა უშავს. შენ არ ინერვიულო. შეცდომას ასეა თუ ისე. ყველა დამნაშავე უშვებს. საუკეთესოებიც კი. როცა იქნება, თავს მაინც ამჟღავნებს. რა ზეზამ? ყველას აქვს სისუსტეები. ერენი შენს წინააღმდეგ წავიდა და მის შეცდომა დაუშვა. თავი რომ მოეჩვენებინა თითქოს შენთან არის. ამით გამოგიჭერდა. შენთვის ბოლო სიურპრიზი მაქვს ძირფასო დაო. საწყალი ძმა გზიდან მოიშორი, მაგრამ დაგავიწყდა რომ არსებობს ადამიანი, ვინც კარგად გიცნობს. ალბათონო სემრა. სემრაუსერი. ერენის დედა. და აკასიას დედინაცვალი. თავიდანვე ვიცოდი რომ ავადმყოფი იყავი. ვუთხარი კიდევაც მამა შენს. მაგრამ არც მან დამიჯერა. და არც შენმა ძმამ. იმის გამო რომ საგიჟირჩი გაგამწესე. ჩემ შვილს ვეზიზღებოდი. ბოლოს ის ყველაფერს მიხვდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. როდესაც ის მიხვდა რომ მართალი ვიყავი, შენ აჩელია მოკალი. არა, მე არ მომიკლავს. შენში ყოველთვის ორი პიროვნება ცხოვრობდა. ერთს თავისი დაუყვარდა და მასთან ახლოს ყოფნა უნდოდა. მეორეს რომელიც თავის თავს ასე ძახდა, ეჯავრებოდა აჩელია. შურდა მისი მოკლა და მის ადგილას ყოფნა უნდოდა. სურდა მისი ცხოვრებით ეცხოვრა. ბოლოს და ბოლოს შენ ეს მოახერხე, გამოგივიდა. მაგრამ აჩელიასთან ერთად შენში კარგი პიროვნებაც მოკვდა. მხოლოდ ადარჩა.
შენ ხარა? მე ვიცი. შენ ხარ აკასია. ყველაზე მქონდა ეჭვი შენს გარდა. მეგონა საკუთარი და ამას არ გამიკეთებდა. რატომ უნდა მიგზავნიდეს ამ მესიჯებს? და მავიწყდა რომ შეშლილი ხარ. არ უნდა შემომეშვი ჩემს ცხოვრებაში. შენ არ შემომიშვი. გარეთ დამტოვე. შენ არანაირი ზღვარი არ იცი. ყველაფერი გინდა რაც მე მაქვს. მუდმივად მithვალთვალებ. დავიღალე რომ სულ ვიდეო კამერით დამზდევ. შენ ყველაფერი გაქვს. დედა, მამა, მეგობრები. მე კი სულ მარტო ვარ. ახლა უკვე ძმასაც აღარ ვუყვარვარ. შენს გარდა არავინ მყავს. ახლა მეც აღარ გეყოლები. თავიდან მომშორდი. არ მჭირდები. თუ კიდევ მომიახლოვდები, პოლიციაში გიჩივლებ. შენ მე არ მიმატოვებ. ამას ვერ შეძლებ. შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ? გაიგე. შენი დანახვაც არ მინდა. გული მერევა, მეზიზღები. მეზიზღები. მაგრამ მე მიყვარხარ. ყველაზე მეტად. ამ შენს ბინძურ და ქალებზე მეტად. ძალიან მიყვარხარ. ძალიან. ძალიან მიყვარხარ. აჩელია. ეს მე არ ჩამიდენია. მათ გააკეთეს. ეს მე არ ჩამიდენია. მათ გააკეთეს. შენ შენი თავი დაარწმუნე იმაში, რომ ეს მათ ჩაიდინეს. სხვანაირად ამას ვერ გაუმკლავდი. აჩელიასთან ერთად შენში სიკეთეც მოკვდა. იმიტომაც გინდოდა შურის ძიება. ეს მე არ ჩამიდენია. ამათმა გააკეთეს. ეს მე არ ჩამიდენია. ამათმა გააკეთეს.
ვითომ ყველაფერი დამთავრდა? ხო, Galiba. მე მგონი Bu sefer ამჯერად მართლა დამთავრდა. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარაბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ. Hangi mum yanar ki yatsıya kadar Bana söz ver bir yemin et sakla mezara kadar Tutulur mu hiç sırlar ölene kadar Kimi suçlu kimi suçsuz tatlı küçük yalancılar Gizli sırla dolu bir hikaye Karanlık gözler var üzerimizde O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor Kim dost, kim düşman bir bilmece Gece, gündüz, korku içinde Bizden ne istiyor, bizden ne istiyor Hangi mum yanar ki yatsıya kadar Kimi suçlu, kimi suçsuz tatlı küçük yalancılar